ტელევიზიებისთვის ბრძოლა გრძელდება რუსთავი 2-სა და 25 არხის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს არხის ხვისდება. მედია პრივატიზაციის პროცესში გიგა ბოკერიას ცოლი ერთვება. თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალ ტაბულას შემდეგ ტელეკომპანიის მფლობელი ხდება. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჩერგოლეიშვილის სამოქალაქო განვითარების ფონდს სიხშირული ლიცენზია 1 საათში გადასცა. და ეს მაშინ, როდესაც მეცხრე არხი ანალოგიური ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადებას თვეები აითხოვს. კიდევ ერთი დეტალი. მარეგულირებელმა ტელეარხს საქართველოს 3 კვირის წინ ლიცენზია 10 წლით გაუხანგრძლევა. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ტელევიზიას ლიცენზია აღარ სჭირდება. ლანა ბერიძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მარეგულირებელი კომისიის ხმაურიანის ხდომიდან. Ჩვენ უნდა გასცეთ თანხმობა, რომელსაც სამართლებრივი ზავა. ჟურნალი ტაბულა სატელევიზიო მაუწყებლობას იწყებს. ხმაურის მიუხედავად მარეგულირებელმა კომისიამ თავდაცვის სამინისტროს არხის ლიცენზია სამოქალაქო განათლების ფონდს მაინც გადასცა, რომლის დირექტორიც უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილია. 3 ხმით ერთის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თამარ ჩერგოლეიშვილის ფონდის თხოვნა 1 საათში დააკმაყოფილა. ლიცენზიის მფლობელი გადასცემს თავის უკვე არსებულ მოქმედ მაუწყებლობის ლიცენზიას სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირს. რაც შეეხება მეცხრე არხი ითხოვს ახალი ლიცენზიის აღებას კომისიისგან, რასაც ჭირდება კონკურსი. სამოქალაქო განათლების ფონდის წევრებმა დღესვე გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქმიანობას აფართოვებენ და საზოგადოებას ინფორმაციას უკვე ტელევიზიის მეშვეობით მიაწვდიან. თუმცა რამდენად შეეძინა თამარ ჩერგოლეიშვილის ორგანიზაციამ ლიცენზია და რა ტიპის ტელევიზიას ქმნიან ტაბულას დამფუძნებლები ამის შესახებ ჯერ კომენტარს არ აკეთებენ. როგორც თამარ ჩერგოლეიშვილის მოადგილე გიორგი ფრუიძე მეცხრე არხთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, დეტალებზე მომავალ კვირაში ისაუბრებენ. მაური მოყვა მარეგულირებლის ხდომაზე მეცხრე არხის იურისტის პოზიციას, რომელიც ტელეკომპანია საქართველოს მხრიდან დარღვევებზე საუბრობს. სერგი ჯორბენაძემ კომისიის წევრებს შეახსენა, რომ თავდაცვის სამინისტროს არხი სალიცენზიო პირობებს არ ღვევდა, თუმცა ამაზე კომისიამ თვალი დახუჭა და ლიცენზია 10 წლით გაუხანგრძლევა. ხდება რა, მეცხრე არხს ეუბნებიან უარს კონკურსის გამოცხადებაზე, ანალოგიურ ლიცენზიას აძლევენ ორგანიზაციას, უბრალოდ უგრძელებენ მოქმედების ვადას ორგანიზაციას, რომელიც კანონის დარღვევით მოქმედებს. მეცხრე არხთან ერთად მარეგულირებლის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელი მამუკა ღლონტიც, რომლის განცხადებითაც მაესტრომ 18 წლიანი თხოვნის მიუხედავად ვერ მიიღო საერთო მაუწყებლობის ლიცენზია. ტელეკომპანია მეცხრე არხი მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კიდევ ერთხელ დააღვევს კანონს და ამისთვის თითოეული მარეგულირებლის წევრს მოუწევს პასუხისგება კანონის ძალით. ტელეკომპანია საქართველოს 2007 წელს გავიდა ეთერში და სამხედრო თემებს აშუქებდა. 2011 წლის ბოლოდან მისი მფლობელი მცხეთა-მთიანეთის რაიონში სახელმწიფო რწმუნებულის ცეზარ ჩოჩელის ძმა კომპანია ბარამბოს მფლობელი იაგო ჩოჩელია. სამოქალაქო განათლების ფონდს 14 წევრი ყავს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი ფრუიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის კომპანიების მედია ჯორჯიასა და ჯორჯია მედია კომპანიის დირექტორია, რომელიც მხოლოდ 5 დღის განმავლობაში ფლობდა რუსთავი 2-სა და მზის 40%-იან წილს. სოციალურ ქსელში წერენ, რომ რაც გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას გუნდმა რუსთავი 2-სა და მზის საშუალებით ვერ მოახერხა, ტელეკომპანია საქართველოს ლიცენზიის მიღებით აპირებს.